ჩამოდის მიწანელნელა და მე მგონი უფრო და ვაი უყურე. ბოდიში ჩემი კომენტარებისთვის და ემოციებისთვის. მოკლედ ხან საიდან გათხარეს, ხან საიდან გამოთხარეს და იშლება ეს. აგერ თვითონ ეს კაციც ხედავს ახლა რომ იშლება. ვაიმე როგორ იშლება. ვაიმე, всё, ჩამოიცალა. ეს ვიდეო დიდ დიღომში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზეა გადაღებული. თამარ მეფისა და პეტრიწის ქუჩებთან, საცხოვრებელ კორპუსებს შორის. სავარაუდოდ დედაქალაქში მორიგი უკანონო მშენებლობის შედეგად მომიჯნავე მიწა ჩამოიშალა და საძირკველი მოერღვა კორპუსს, სადაც 25 ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. რას აკეთებს, რას? ნორმალურები ხარ? ადგილს სამშენებლო კომპანია Apex Development 18 სართულიანი კორპუსის ასაშენებლად ამზადებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქემ ვლადიმერ რობაქიძემ კალაძის მერიისგან მშენებლობის ნებართვა გასული წლის დეკემბერში მიიღო. ამ ადგილას გაჩეხეს ხეები. მოარღვიეს მწვანე სივრცე და თითქმის 55 მეტრის სიმაღლის კორპუსის მშენებლობაც დაიწყეს. საძირკველი ეშლება კორპუსს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, აქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი. შესაბამისად თითოეული მათგანისთვის ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. ჩემი შულები ყოველდღიურად დარბიან ამ ეზოში და ძალიან დიდი შანსი იყო იმისიც, რომ ისინი ყოფილიყვნენ გარეთ და მაგას რო წარმოვიდგენ, საერთოდ ისე უბრაზდები, რომ ზედმეტია ყველანაირი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ციცოცხლისთვის არის ძალიან საშიში. ადგილობრივები ხვებიან, რომ გამუდმებულ შიშში უწევთ ცხოვრება. სავარაუდოდ მშენებლობის შედეგად ირგვლივ მდებარე კორპუსებს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვისაც კი საშიში ღრმა აბზარები გაუჩნდა. იშლება მიწა, განსაკუთრებით ინტენსიურად მაშინ, როცა წვიმს. ყველამ გამოთქვა პრეტენზია, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, ანუ არანაირი შეფერხება არ ყოფილა, სანამ ეს მიწა არ შეიშალა და რა ვიცი, ეს კორპუსიც ალბათ მალე თავზე დაგვემხობა ყველას. კომპანიაში გვითხრეს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. კალაძის მერიამ კომპანია Apex Developments მშენებლობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ მოსთხოვა, რაც მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და მშენებლობის სავარაუდოდ დარღვევებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. ფორმულას მერიაში უთხრეს, რომ კომპანიას მშენებლობის გაახლების უფლებას იქამდე არ მისცემენ, ვიდრე უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას ზედმიწევნით არ დაიცავს. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები და კომპანია 30,000 ლარით დააჯარიმა. მშენებელ კომპანიას დაევალა ობიექტზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფა, კერძოდ შესაბამისად დამუშავებული კონსტრუქციული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ფერდზე უნდა ჩატარდეს გამაგრებითი სამუშაოები. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასევე სავალდებულოა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდება განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობა. მხოლოდ აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისა და შესაბამისი დადებითი საექსპერტო დასკვნების წარმოდგენის საფუძველზე მიეცემა სუბიექტს სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების უფლება. დიდი დიღმის მოსახლეობას კალაძის მერიის დაპირებების ნაკლებად სჯერა. ადგილობრივები ფორმულას უყვებიან, რომ შესაძლოა ეს მშენებლობის შეწყვეტის შესახებ არც მერიისგან და არც Apex Development-ისგან პირველი გატეხილი დაპირება არ აღმოჩნდეს.